ქართული რაგბი 50 წლისა. გამარჯობა. ეს გადაცემა ჩემი ქუჩაა. მე მაშიკო ვარ. შარდენის ქუჩა. ადრე ამ ქუჩას ბნელი რიგი ერქვა. აქ ერთ დროს სავაჭრო ქუჩები იყო. რკინის რიგი, ბამბის რიგი და ბნელი რიგი. რკინის რიგში რკინის ოსტატების საამქროები იყო. ბამბის რიგში ბამბეულის. ხოლო ბნელ რიგში გადახურული სავაჭროები იყო. ეს ქუჩა ამიტომ ცუდად ნათდებოდა და ბნელიც ასე შეერქვა. თუმცა მას არ ეწერა ბოლომდე ასეთი ბნელი სახელის ქონა. ამის შესახებ ერთი ფრანგი მოგზაურის ამბავი უნდა მოგიყვეთ. ჟან ბატისტ შარდენი, ფრანგი პროტესტანტი, მოგზაური და იუველირი იყო. ახალგაზრდობიდანვე აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობდა. ამ მოგზაურობების შესახებ წიგნებსაც წერდა. წიგნებმა მას სახელი გაუთქვეს. მის ნაწერებს თურმე აღტაცებაშიც კი მოჰყავდათ ფრანგი განმანათლებლები. ვოლტერი, მონტესკიე, ჟან-ჟაკ რუსო და სხვები. $1671 წელს ჟაკ შარდენი სპარსეთიდან თბილისს ესტუმრა. მოგვიანებით წიგნში მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში მან დეტალურად აღწერა მაშინდელი თბილისი. წიგნს თავისი მხატვრის, ვინმე გრელოს მიერ თბილისში ვიზიტისას შესრულებული ნახატიც დაურთო. ეს არის დღემდე ცნობილი თბილისის პირველი გრაფიკული გამოსახულება. ჟან ბატისტ შარდენი რელიგიური მრწამსის გამო საფრანგეთიდან განდევნეს. მან სიცოცხლე ლონდონში დაასრულა. სიკვდილამდე სახელი გადაიკეთა. ინგლისის ხელისუფლებამ კი სერის წოდება მიანიჭა. 1958 წელს თბილისის დედაქალაქობის 1500 წლისთავის აღსანიშნავად გრანდიოზული დღესასწაული მოეწყო. კომუნისტებს ხომ უყვარდათ ცვლილებები და ბევრ ქუჩას და მოედანს სახელები შეუცვალეს. ერთ-ერთი ასეთი იყო ბნელი რიგიც. გაიხსენეს შარდენი და ქუჩას მისი სახელი მიანიჭეს. ეს ქუჩა შეიძლება ადრე მართლაც ბნელი იყო, მაგრამ დღეს განათებულია. ის თბილისელებისათვის ერთ-ერთი ელიტარული ადგილია, სადაც საღამოობით ხალხი მუსიკის ფონზე ისვენებს და ერთობა. ეს გადაცემა ჩემი ქუჩაა. მე მაშიკო ვარ. დროები. ნახეთ და დაეხმარეთ მათ, ვინც ვერ ხედავს. კვირას 21 საათზე გადაცემაში ცხოვრება მშვენიერია. ქართული რაგბი 50 წლისა. აქედან ყველაფერი ჩანს. ხედავთ დროის
და საზღვრების მიღმა, წარსული, აწმყო და მომავალი. ქართველები მსოფლიოში Alexander Kartveli to us და მსოფლიო საქართველოში. typifies the American spirit. ახალი ხედვა, ახალი აღმოჩენა, ახალი ქართული დოკუმენტალისტიკა. შენი თვალით ნახე.